თავი მე-12. გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი. დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე, მის ფეხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი 12 ვარსკვლავით. ფეხმძიმეთ იყო და ყვიროდა, იტანჯებოდა მშობიარის ტკივილებით. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში. აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც ჰქონდა 7 თავი და 10 ხა და თავებზე 7 ჭიხა. მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედით და მოისროლა დედამიწაზე. გველეშაპი კი დადგა დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა როგორც კი შობდა გადაეხლაპა მისი ბავშვი. და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა წხემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით და ატაცებული იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან. დედაკაცი კი გაიქცა უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღვთისაგან, რათა იქ გამოეკვებათ იგი 1260 დღეს. შეიქმნა ცაში ომი, მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს, შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებული იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია. მთელი წუთის სოფლის მაცდუნებელი და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში. ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებული იქნა ჩვენი ძმების ცილის მწამებელი, რომელიც ცილს წამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე. გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი სული თვით სიკვდილამდე. აბა იმხიარულეთ სანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ, ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირე გადარჩა. როცა გველეშაპმა დაინახა, რომ გადმოგდებული იქნა მიწაზე, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა. მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში გასაფრენა თავისი ადგილისაკენ, სადაც იკვებებოდა დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მოშორებით. ამოუშვა გველმა თავისი პირიდან დინარესავი წყალი დედაკაცს ყვალდაკვალ, რათა დინარეს წაელეკა იგი, მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს და დააღო მიწამ პირი და შთანთქა მდინარე, რომელიც გველეშაპმა ამოუშვა პირიდან. განრისხდა გველეშაპი დედაკაცზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა.